როდესაც ხომალდი New Horizons-ი პლუტონს გასცდა და მზის სისტემის გარე ბნელ ნაწილში შევიდა, მისმა ინსტრუმენტებმა რაღაც უცნაური დააფიქსირეს. ვარსკვლავებს შორის სივრცე ძალიან მკრთალად ანათებდა ოპტიკური სინათლით. თავის მხრივ ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ამ სინათლეს კოსმოსურ ოპტიკურ ფონს უწოდებენ და წარმოადგენს გალაქტიკის გარეთ სამყაროში არსებულ სინათლის წყაროთა მკრთალ ნათებას. უცნაური იყო სინათლის რაოდენობა. ის იმაზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მეცნიერებს წარმოედგინათ. რაც არ უნდა წარმოქმნიდეს ამ ეფექტს, მისი პირდაპირ დაფიქსირება არ შეგვიძლია. ერთადერთი გზა, რომლითაც მისი არსებობა ვიცით, ის არის, რომ ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ამ ჭარბი გრავიტაციის გათვალისწინება. ის კი მართლაც ძალიან ბევრია. სამყაროში არსებული მატერიის დაახლოებით 80% ბნელი მატერიაა. ერთ-ერთი კანდიდატია აქსიონი, რომელიც ნაწილაკ და ჰიპოთეტურ კლასს მიეკუთვნება. მასის კონკრეტულ დიაპაზონებში აქსიონები ზუსტად ისე უნდა იქცეოდნენ, როგორც ამას ბნელი მატერიისგან ველოდებით. უნდა არსებობდეს მათი დაფიქსირების გზაც, რადგან თეორიულად მოსალოდნელია, რომ აქსიონები ფოტონთა წყვილებად იშლებიან ძლიერი მაგნიტური ველის არსებობისას. კვლევაში იმის შეფასება სცადეს, შეიძლება თუ არა, რომ ამ ჭარბი სინათლის წყარო აქსიონების მსგავსი ბნელი მატერია იყოს. ამ შემჩნეული სიგნალის წარმოქმნა შეუძლია 8-დან 20-მდე ელექტრონვოლტის მასის აქსიონებს. ნაწილაკისთვის ეს მასა წარმოუდგენლად მცირეა. საინტერესოა დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით შემდგომი ახსნა სინათლის გავრცელებასთან დაკავშირებით. იყო დრო, როდესაც ჩვენ სამყაროში არაფერი იყო გარდა გაუმჭვირვალე უსინათლო მორების მსგავსად მბრუნავი გაზის ზღვისა. როდესაც სამყარო მილიარდი წლის გახდა, ეს ყველაფერი შეიცვალა. ახალმა სიმულაციამ სახელად თესანი, რომელსაც ასე ეტრუსკული განთიადის ქალღმერთის მიხედვით უწოდეს, მეცნიერებს სამყაროს ბნელი ხანის შესწავლის საშუალება მისცა. თესანი ადრეული სამყაროსკენ გადებულ ხიდს გავს. შექმნილია როგორც მომავალი დასაკვირვებელი მოწყობილობების იდეალურ სიმულაციური კოლეგა, რომლებმაც ერთობლივად ფუნდამენტურად უნდა შეცვალონ ჩვენი წარმოდგენა კოსმოსის შესახებ. უმეტესი რამ, რაც სამყაროს შესახებ ვიცით, სინათლისგან ვისწავლეთ. თუ არ ჩავთვლით გრავიტაციულ დალღებს, რომელიც ჯერ ახალი დარგია ასტრონომიაში. შესაბამისად, როცა სინათლე გარკვეული გზით შეფერხებულია, ჩნდება პრობლემები. ამის მაგალითია შავი ხვრელები, რომლებიც რაიმე დაფიქსირებად რადიაციას არ გამოყოფენ. პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების რადიაციამ დრამატული ცვლილებები გამოიწვია. სინათლეს თავისუფლად ელექტრომაგნიტურ სპექტრში გადაადგილების საშუალება მისცა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.